გამარჯობა, BMG-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა შეამციროს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ამის შესახებ Standard & Poor's-ის ახალ ანგარიშში წერია. გავლენენის რეიტინგოს აგენტო აღნიშნავს, რომ 2023 წლის ივნისში ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც ბანკის პრეზიდენტის თანამდებობის ვაკანტური პერიოდის განმავლობაში სების ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. შედეგად ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მონეტარულ პოლიტიკაზე. მიგვაჩნია, რომ ახალი თანამდებობის შექმნამ შესაძლოა საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრთხე შეუქმნას ცენტრალური ბანკის დამოუკიდებელ მუშაობას, მიიჩნევს სააგენტომ. გარდა ამისა, სააგენტოს პრობლემატურად მიაჩნია 2023 წლის სების გადაწყვეტილებამ საქართველოს მოქალაქისთვის სანქციების აღსრულებაში გამონაკლისის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბანკების უმრავლესობამ განაცხადა, რომ აპირებს შეასრულოს საერთაშორისო სანქციები, დაინტერესებულ მხარეებს შორის თანმიმდევრული და კონსენსუსის ნაკლებობა შესაძლოა შეამციროს ჩვენი შეფასება საქართველოს საბანკო სექტორის ინსტიტუციური ჩარჩოს შესახებ წერს Standard & Poor's. ამასთან ერთად სააგენტომ საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დაუდასტურა, რეიტინგის პროგნოზი კი სტაბილურით განუსაზღვრა. თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება. ფორუმის მეორე დღე პანელურ დისკუსიებს და პირისპირ შეხვედრებს ეთმობა როგორც ბიზნესებს შორის, ასევე კერძო სექტორსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის. საქართველო არის ინვესტიციების საბოლოო დანიშნულების ადგილი, განუცხადა ფორუმის მონაწილეებს ვიცე-პრემიერმა, რომელმაც ფორუმის მეორე დღე საინვესტიციო პროექტებსა და იმ საშუალებებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო ინვესტორებს თავაზობს. ჩვენ გვჭირდება მეტად გავაუმჯობესოთ ბიზნეს გარემო, კიდევ უფრო შეუმციროთ გადასახადები, ამბობს ლევან დავითაშვილი. რა განცხადებები გაკეთდა ბიზნესის მხრიდან ფორუმის მეორე დღეს ანუკა ჯოხაძე ჩაგვაყენებს საქმის კურსში. ანუკა, მოგესალმები, გისმენთ. აბრეშუმის გზის ფორუმის მეორე დღე, როგორც შენახსენე, პანელური დისკუსიით გაიხსნა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამ დრომდე მოვახერხეთ მოგესმინე მხოლოდ კერძო სექტორის შეფასებები. სამწუხაროდ სამთავრობო უწყებები ტრადიციულად BMG-სთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. როგორც პანელური დისკუსიისგან ირკვევა, დღეს მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო გარემო და ამ მიმართულებით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებია, რომელმაც რეალურად ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას. პანელური დისკუსიის მონაწილე იყო საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან ქვეყნის ბიზნეს გარემოზე კომენტარი გააკეთა, როგორც ის ამბობს, დღეს მსხვილ ინვესტორებს აინტერესებს ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება, ისინი ყურადღებას აქცევენ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და ასევე რეგულაციების მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკას, როგორც ის ამბობს, ინვესტორებს არ მოსწონთ ხშირ-ხშირი გადაწყვეტილებები და ამ კუთხით ითხოვენ ისინი სტაბილურობას. ყველასთვის ძალიან საინტერესო არის ის განვითარება, რაც ინფრასტრუქტურული მიმართულებით ხდება დღეს საქართველოში. განსაკუთრებით ეს შუა კორიდორის თემები და ამასთან ასოცირებული არა მარტო საგზაო, სარკინიგზო, საპორტო მიმოსვლის ნაწილი, არამედ ელექტროგადაცემის ხაზები, რომელიც ინფრასტრუქტურული ნაწილი არის და ასევე ტელეკომის ნაწილში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მიერთებები დანარჩენ სამყაროსთან. ისე რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი კარგი რაღაცა ხდება და ეს ქმნის მერე სხვა ბიზნესებისთვის ძალიან ბევრ შესაძლებლობას. ეს ვინაიდან იყო რეალური მსხვილი ინვესტორები, საკმაოდ საინტერესო აქცენტები გაკეთდა. ერთი მსხვილი მართალი ბრძანეთ, რომ აქ არის ლარის სტაბილურობაზე საუბარი და ინვესტორებისთვის უმნიშვნელოვანესი არის, რომ ესმოდეთ, როგორ ხდება ლარის კურსის მართვა, ან ყოველ შემთხვევაში რას უნდა ელოდნენ ამ კუთხით და ბოლო წლებია ძალიან კარგი სტაბილურობა არის და ამ კუთხით მოკლედ კარგი ტენდენციები არის ნამდვილად. რაც შეეხება სხვა აქცენტებს, ასევე ხაზი გაესვა მსხვილი ბიზნესის მიერ, მსხვილი ინვესტორების მიერ, მათ შორის პერსპექტიული ინვესტორის მიერ, ერთ-ერთის მიერ, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა იმ ბიზნეს გარემოში. კონკრეტულად იგულისხმება რეგულატორული სტაბილური გარემო. ხშირ-ხშირი ცვლილებები, რა თქმა უნდა, ბიზნესს არ მოწონს. საინვესტიციო გარემო მედიასთან შეაფასა საერთაშორისო კომპანია ინდორამას დირექტორმაც, რომელიც აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში კარგი ბიზნეს კლიმატია, თუმცა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო არსებული რესურსის ათვისება სრულად ვერ ხერხდება. მისი თქმით, ამ მიმართულებით შესაბამისი ინვესტიციების განხორციელება საჭირო, ამ პოზიციას იზიარებენ ადგილობრივი კომპანიებიც.
საქართველოს აქვს ბიზნესისთვის საკმაოდ ხელშემწყობი გარემო, ხოლო გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე ვფიქრობ, საქართველოს ინვესტორებს თავაზობს კარგ შესაძლებლობას მოემსახურონ როგორც რეგიონულ, ასევე ევროკავშირის ბაზრებს. რაც შეეხება გამოწვევებს, ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტად საგზაო და საპორტო ინფრასტრუქტურას უკავშირდება, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო, რათა ტვირთების მოძრაობა შეეწყოს ხელი და ტვირთბრუნვა უფრო ხელსაყრელ ფასად იყოს შესაძლებელი. სხვა მხრივ ვფიქრობ, რომ საქართველოს საკმაოდ კარგად პოზიციონერებს. ვამბობ, რომ საქართველოში საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მისცემს ბაზრების უკეთესად ათვისების შესაძლებლობას. უნდა მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა, რომელსაც მართლა დიდი ხანია ვიძახით და დღესდღეობით სიტუაცია არის ისეთი მდგომარეობა, რომ არამც თუ უნდა მოვაწყოთ, არამედ უბრალოდ ვალდებულები ვართ, რაც ეროვნული ინტერესია ეს ჩვენი ნამდვილად. ყოველთვის იყო რაღაც აფეთქებები, ესე რომ ვთქვათ, გადატვირთვის მიმართულებით, რომ ჩვენთან უცებ საგრძნობლად იმატებდა ტვირთბრუნვა, მაგრამ ჩვენ მზად არ ვიყავით, ამის გამო ტვირთი სხვადასხვა გზებს ნახულობდა და ჩვენ რეგიონს ისევ ტოვებდა. დღესაც თითქმის ამ ეტაპზე ვართ, რომ ინფრასტრუქტურა ნამდვილად მზად არ არის იმ მასშტაბებისთვის, ამ მასშტაბებთან ჩვენ გვინდა რომ იყოს და ამიტომ ზუსტად მან თუ ამბობთ რა არ უნდა ველოდოთ რაღაც შესაძლებლობის კარის გაღებას და მე ამ კარში შევიდეთ, არამედ ჩვენ თვითონ შეგვიძლია რომ ეს კარი ჩვენ გავაკეთოთ და აქეთ მოვიწვიოთ. ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, რომელიც დარგში არსებული პოტენციალის ათვისებას აფერხებს, ხაზს უსვამენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც. ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს ამ მიმართულებით არაერთი ბიუროკრატიული ბარიერი არსებობს, რომელიც უნდა შეგვსუბუქდეს იმისთვის, რომ ამ კუთხით ბიზნესისთვის ოპერირება უფრო მარტივი იყოს. ინვესტორისთვის, როცა პირველი რასაც ინვესტორი უყურებს, რამდენად უსაფრთხო გარემო არის. დღეს ნამდვილად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ტვირთები, რომელიც ჩვენ დერეფანში დადის, თავის დროზე მიეწოდებათ მომხმარებელს და მე ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს და ბევრი ინვესტორია დღეს მე შეგვიძლია ვთქვა ფინანსური ინსტიტუტების დაინტერესებული, რომ მე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში მარტო ლოგისტიკაზე და ტრანსპორტზე, რომ დაინტერესება ექნებათ და უფრო მეტ თანხები დაიხარჯება. მე ამას ჩავარდნას ვერ დავარქვევდი ნამდვილად, მაგრამ გამოიკვეთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, იყო ის, რომ ვთქვათ, არის რაღაც შეფერხებები ბიუროკრატიული საბაჟოსთან დაკავშირებით, რაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ადვილად მოსაგვარებელია და ჩვენ გვექნება საბაჟოსთან შეხვედრა, როგორც კომიტეტს. აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში უკვე მეორე დღეა, რაც იმართება და ჯამში 60 ქვეყნიდან 2000-მდე მონაწილეს აერთიანებს. სულ ცოტა ხანში დაიწყება B2B შეხვედრები ბიზნესებს შორის, რომელიც დღის ბოლომდე გაგრძელდება. BMG ფორუმზე მუშაობას აგრძელებს და განახლებული შეფასებებით ჩვენს შემდგომ გამოშვებებში დაგიბრუნდებით. მადლობა ანუკა ჯოხადეს, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში მუშაობს აწვდის მაყურებელს ინფორმაციას. ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა, როგორც საერთაშორისო ასოციაცია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გენერალურმა მდივანმა BMG-სთან განაცხადა, მიმდინარე წლის 9 თვეში კორიდორით 1,900,000 ტონა ტვირთი გადაიზიდა. გაიდარ აბდი კერიმოვის განცხადებით, ზრდა გასულ წელთან შედარებით 89%-ია. ამასთან მისი თქმით, პირდაპირი გადაზიდვებისგან განსხვავებით, ტრანზიტული გადაზიდვები შემცირებულია, თუმცა ექსპორტ-იმპორტის მოცულობა მაინც მზარდია. გაიდარ აბდი კერიმოვმა BMG-სთან ინტერვიუში შუა დერეფნის პოტენციალსა და განვითარებაზე, ანაკლის სპორტზე და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ინტერვიუს მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის წარმომადგენლებს შორის 2013 წლის 7 სექტემბერს ხელი მოეწერა პირველ დოკუმენტს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით და ის მუშაობს. 2023 წლის 9 თვის განმავლობაში კორიდორით ტრანსპორტირებულია 1,900,000 ტონა ტვირთის ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99%-ია. არის გარკვეული ნიუანსები, როდესაც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ. ახლა თქვენ საერთო სურათს გეუბნებით გადაზიდვების, მაგრამ არა პირდაპირი გადაზიდვები, რომლებიც კონტეინერებით ტრანსპორტირდება. ესეც იზრდება. ტრანზიტული გადაზიდვები ოდნავ შემცირდა, თუმცა ექსპორტ-იმპორტის მოცულობა იზრდება. ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის სადაშეფუტის რეალიზაციის რეგულაციის ცვლილებები განიხილება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით თამბაქოს ნაწარმის სადაშეფუტო უნდა ამოქმედეს 2024 წლის 31 ივლისიდან, თუმცა წარმოდგენილი ცვლილებებით 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელი გახდება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული, რაც თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს საშუალებას მისცემს უახდინოს საკუთარი პროდუქტის სრულად რეალიზაცია.
საფოსტო და საკურიერო საქმიანობის კომპანიებმა 2022 წელს 152.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, წლიურად შემოსავალები 21 მილიონი ლარით არის გაზრდილი, ანუ 16%-ით. აქედან საერთაშორისო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 71% შეადგენს, ხოლო 29% ადგილობრივ მომსახურებაზე მოდის. შემოსავლების 71% ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76% მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 24% ადგილობრივ გზავნილებზე. საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 18% არის წერილობით კორესპონდენციებზე. საქმის კურსი ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.